ერთი კითხვა მაქვს პრინციპში, რატომ გადაწყვიტეთ დღეს რომ დანიაზე გააკეთოთ ბრიფინგი, თქვენ მიმართავთ ევროპელ ლიდერებს, მე ამბობთ რომ მაინც და მაინც დიდი იმედი არ გაქვთ რომ მათგან პასუხს მიიღებთ, მაგრამ ამბობთ რომ მათ უნდა ჰქონდეთ რეაქცია. და რეაქცია თქვენგან როცა 2 წელია ვითხოვთ ძალადობის გამოძიებას თბილისის ქუჩებში და ასევე მშვიდობიან დემონსტრანტების წინააღმდეგ იყო გამოყენებული ძალა, თქვენგან ამდენად გამართლებული შეიძლება იყოს ეს? პირველ რიგში ახლა თქვენ თქვით ყუილი, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა არავის გამოუყენებია. აქ იყო ძალადობრივი მიტინგები, იყო ხელისუფლების გადატრიალების ცდილობები და სწორედ ამას დაუპირისპირა ლეგიტიმური ძალა მაშინ ხელისუფლებამ. ანუ ეს არის ტყუილი. რომელ ძალაზე საუბრობთ? სპეცრაზმის ჭერტყუილი აღიარეთ და მე გადადით. ძალა, რა მოვიტყვა? ის რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყო გამოყენებული ეს ტყუილია. 28 ნოემბერს გულისხმობ და მას შემდეგ დღეებს. ყოველი დღე იყო ძალადობრივი. მოქალაქეები გახდნენ ძალადობის მსხვერპლები არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, არამედ ასევე დაკავების პროცესში, დაკავების იზოლატორში გზაში, ანუ ძალადობის სხვადასხვა ფორმა იყო გამოყენებული მოქალაქეების წინააღმდეგ. არამეს გეუბნებით. პირველი რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ძალა იყო გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ეს არის ტყუილი. და რომ ყოველი დღე იყო ძალადობრივი. ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება ძალის გამოყენებას, მთლიანობაში სახელმწიფო მოქმედებდა პროპორციულობის პრინციპის დაცვით, მაგრამ იყო კონკრეტული ექსცესები. მე გეთანხმებით, რომ ამ ექსცესების გამოძიებას დაჭირდა დრო. ამას ჰქონდა სხვადასხვა მიზეზი, მათ შორის თქვენ იცით, რომ თერგი ცვლილებები განხორციელდა სამართალდამცავ სისტემაში, იყო სხვა სირთულეები, თუმცა საბოლოო ჯამში თავარია ის, რომ შედეგი დადგა და კონკრეტულ ექსცესებს დაუპირისპირდა კონკრეტული საშელი, ხო, ეს საკითხები განიხილება ახლა სასამართლოში, თუმცა, გასაგებია, რომ პროცესი არის ძალიან აქტიურად დაწყებული. ამიტომ ნახეთ, აქ არის კონკრეტული ხელწერა, რომელიც იკვეთება ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხელწერა, ჩვენ მოქმედებთ ყოველთვის ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, რაც ვიხილეთ დანიაში. ეს არ არის მარტო დანიის პრობლემა. ჩვენ ხედავთ, რომ ნულოვანი რეაგირება იყო ამ ინციდენტთან დაკავშირებით, ბრუტალურ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც არ იყო ექსცესი. ეს არის პრინციპული განსხვავება. ერთ შემთხვევაში ვსაუბრობთ ექსცესი, ეს არ იყო ექსცესი. ეს იყო ბრუტალური ძალადობა, ძალიან უხეში ფორმებით წარმართული, მათ შორის ძაღლების გამოყენებით და თქვენ ხედავდით, რომ ყველა პოლიციელი დანიაში იყო ჩართული თავიდან ბოლომდე შესაბამის ქმედებებში და ნულოვანი რეაგირება ევროპული სტრუქტურების მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენი კითხვა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. სად არის აქ ევროპული ბიუროკრატია, ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელობა, რატომ არ არის არავითარი რეაგირება, რატომ მუშაობენ ასეთი უხეში ორმაგი სტანდარტებით, ამ კითხვებს რა თქმა უნდა გაეცეს პასუხი. ხო და მე მქონდა კითხვა, რომ თქვენგან რამდენად გამართლებულია, თორემ რა თქმა უნდა ეს კითხვები რა შეიძლება ჰქონდეს ევროპელ ლიდერს. სწორედ ჩვენგან არის სახალხო დამცველი, ახლა ვეძებდის ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, მაგრამ სახალხო დამცველიდან დაწყებული, საერთაშორისო ორგანიზაციებით დასრულებული, ყველა ანგარიში აღნიშნავდა, რომ ადამიანები საუბრობდნენ არასათანადო მოპყრობაზე. ექსესი რა არის? ექსესი როგორ შეიძლება ეს ექსესად შეფასდეს, როცა ადამიანები ასეულობით ადამიანი მოინახულა სახალხო დამცველის ოფისმა და აქედან დიდი ნაწილი საუბრობდა არასათანადო მოპყრობაზე და მხოლოდ ეს ერთი ნაწილია აი ამ ძალადობრივი შემთხვევების და ექსესი რომელია? ექსესი არის კონკრეტული სამართალდამცავის გადაცდომა, ეს არის ექსესი. კლასიკური განმარტებით. რაც შეეხება ჩვენს რეაგირებას ზოგადად იმაზე, რაც ხდებოდა, ხო, პირველ რიგში ხაზი გავუსვათ ერთ უთხოვარ ფაქტს, რომ თითოეული დღე ამ მიტინგების იყო ძალადობრივი და ბრუტალურად ძალადობრივი. ანუ ერთ ხარეს იყო ძალადობრივი მიტინგი, რომელთან დაპირისპირებაც უწევდათ სამართალდამცავ ორგანოებს. და მათი მოქმედებები კონკრეტულად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ იყო ასევე უხეშად ძალადობრივი და ბრუტალური. თქვენ გახსოვთ, როგორ ეპყრობოდნენ სამართალდამცავებს ძალადობრივი მიტინგის მონაწილეები.